ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ჩვენება საკონსტიტუციო სასამართლოზე. რა უთხრა მოწმის სახი დაკითხულმა გიორგი ქადაგიძემ მოსამართლეებს. რატომ არ უნდა გაეგრძელებინა საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს მუშაობა. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის დაკითხვის დეტალები და გამოხმაურება. ჰააგის პროკურორის გონივრული ეჭვი. ეთნიკური ქართველების ეგრეთ წოდებულ სამხრეთ ოსეთიდან განდევნა, ომი და სამხედრო დანაშაული. დაიწყებს თუ არა ჰააგა გამოძიებას. სირიაში მასშტაბური სახმელეთო ანტიტერორისტული ოპერაციისთვის ემზადებიან. გახდება თუ არა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის მიზეზი ისლამური სახელმწიფოს მიერ რუსეთსა და ამერიკის შეერთებული შტატებისთვის გამოცხადებული ჯიჰადი. რთველი რაჭაში, უხვი მოსავალი და 400 ტონამდე გადამუშავებული ყურძენი. რატომ შემცირდა ფასი და მოთხოვნა უნიკალურ ჯიშებზე და რა მოლოდინი აქვთ ადგილობრივებს. ალკოჰოლიზმი, სოციალური და მენტალური პრობლემა. ნახეთ ზვიად თხელიძის საავტორო რეპორტაჟი 2030-ში. საღამოშვიდობის ასვეთი ცხოვრებას გილოცავთ. ეს 2030-ია, მე მაკაცინცაძე ვარ და ჩვენს ჟურნალისტებთან ერთად დღის მთავარ თემებს წარმოგიდგენთ. რამდენიმე მილიონიანი დავალიანება და კონტრაქტები, რომელიც ფეხბურთის ფედერაციის ახლად არჩეულ პრეზიდენტს დახვდა. რავალის გასტუმრება მოუწევს ფედერაციას. დღეს 2030-ში ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობეაშვილი. ისლამური სახელმწიფო კი რუსეთს და ამერიკის შეერთებულ შტატებს ჯიჰადს უცხადებს. ექსპერტთა შეფასებები 2030-ში. ჩვენ შეკითხვებს ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არაშიძე და სპარსოლოგი გიორგი ლობჟანიძე უპასუხებენ, მანამდე კი დღის სხვა თემები. საკონსტიტუციო სასამართლომ იმ სხდომის ოქმი გამოაქვეყნა, რომლის საფუძველზეც საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს ფუნქციონირება დროებით შეაჩერა. ირკვევა, რომ მოწმის სახით სასამართლომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტს მოусმინა გიორგი ქადაგიძეს იმ არგუმენტებზე, რომლითაც სასამართლოს წინაშე წარსდგა განმარტება არ გაუკეთებია. დამატებით განმარტებებზე უარი არ თქვა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ. თამარ ციკლაური დეტალებით. ოქმის ნომერი 3668. ქალაქი ბათუმი, 2015 წლის 12 ოქტომბერი. პლენუმის შემადგენლობა 9 მოსამართლე. მოწმე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე. ოქმი, რომლის საფუძველზეც ფინანსური ზედამხედველობის სამსახურის დამოუკიდებლად მუშაობა დროებით შეჩერებულია, საკონსტიტუციო სასამართლომ დღეს გამოაქვეყნა. გიორგი ქადაგიძეს მოსამართლეები საათნახევრის განმავლობაში უსმენდნენ. ქადაგიძე სასამართლოს საკუთარ არგუმენტებს აცნობდა, თუ რატომ უნდა შეჩერებულიყო სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებამდე სააგენტოს მუშაობა. იმ შემთხვევაში, თუ სააგენტო დაიწყებს ფუნქციონირებას ფინანსურ სექტორზე ზედამხედველობას და მოგვიანებით საკონსტიტუციო სასამართლო დაადგენს, რომ ამ ფუნქციის განხორციელება ეროვნული ბანკის კომპეტენციას წარმოადგენდა, სადავო ნორმები ძალადაკარგულად იქნება ცნობილი მათი ამოქმედების მომენტიდან. აღნიშნულმა შეიძლება გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს სახელმწიფოს და საფრთხე შეუქმნას საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო რეზერვებს. ამასთან საფინანსო სექტორის ამგვარმა არასტაბილურობამ შეიძლება გამოიწვიოს საინვესტიციო გარემოს მკვეთრი გაუარესება. კიდევ ერთი არგუმენტი, რასაც ქადაგიძე იშველიებდა, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების პოზიცია იყო. ოქმში ამის შესახებ მხოლოდ ზოგადი ჩანაწერი არსებობს. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გამოსვლის ამ ნაწილს კომერსანტ.ჟი აქვეყნებს, სადაც საუბარია, რომ თუ საფინანსო ზედამხედველობის სამსახური არსებული სახით ფუნქციონირებას გააგრძელებდა, შეიძლება საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამა შეჩერებულიყო. სააგენტოს მუშაობის გაგრძელების შედეგი იქნება ის, რომ ქართული საბანკო სისტემის შესახებ სავალუტო ფონდის მორიგ დასკვნაში, რომელიც 4 წელიწადში ერთხელ კეთდება, ნეგატიური შეფასებები გაჩნდება. ეს კი ქვეყანაში ინვესტიციების შემოდინებას შეაფერხებს. თუ საკონსტიტუციო სასამართლო არ შეაჩერებს ფინანსური ზედამხედველობის სააგენტოს მუშაობას, სავალუტო ფონდის პროგრამას საქართველოში საფრთხე დაემუქრება. გეგმავდა თუ არა სავალუტო ფონდი საქართველოში პროგრამის შეჩერებას. დღეს ფონდში ამ თემაზე კომენტარი არ გაუკეთებიათ. სავალუტო ფონდთან შეხვედრების ერთ-ერთი მონაწილე ეკონომიკის მინისტრი კი კატეგორიულად უარყოფს ამ ინფორმაციას. საერთაშორისო სავალუტო ფონდთან მიმდინარეობდა ძალიან აქტიური მოლაპარაკებები და იქ დაბრკოლებებს სტრუქტურულად ასეთი მიმართულებით იქნებოდა ფინანსური ზედამხედველობის სააგენტო თუ ეროვნული ბანკის შემადგენლობაში ამ წუთში მე ვერ ვხედავ და ბოლო მოლაპარაკებების მიხედვითაც ეს უკვე აღარ ჩანდა. გადაწყვეტილებაზე განმარტებების გაკეთება დღეს კიდევ ერთხელ მოუხდა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს. გიორგი პაპუაშვილი ამბობს, რომ გადაწყვეტილების მიღების პროცესში მათ ყველა მხარის არგუმენტები მოისმინეს.
ორივე მხარეს ჩვეულებრივ შესაძლებლობა აქვს თავის პოზიციები დაიწყოს, წარმოადგინოს, დროებით შეაჩერა მოქმედება, იმიტომ რომ იმ შემთხვევაში საარჩევნო დაკმაყოფილება გამოუწევება შედეგი არ დადგეს. Არგუმენტს, რომ სასამართლო პროცესის პარალელურად საფინანსო ზედამხედველობის სამსახურის ფუნქციონირებას ბანკებისთვის პრობლემები შეიძლება შეექმნა, არიზიარებენ ბანკების ასოციაციაში. საბანკო სექტორი არის მდგრადი ერთი და მეორე როცა პროცესი ამ კუთხით მიდის, ის ვერ ჩამოშლის ამ სისტემას. სისტემა შეიძლება იყოს მდგრადი, მაგრამ მას გარკვეული პრობლემები შეექმნას პროცესის არასწორმა მიმართულებამ. მაგრამ დღეს ხო კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არ იყო ერთდღიანი პროცესი და არც ვიღაცა დირექტიულად რაღაც კანონი არ მიუღია. ეროვნული ბანკიდან ფინანსური ზედამხედველობის სამსახურის გამოყოფის თემაზე საკონსტიტუციო სასამართლოში მოწმის სახით ეროვნული ბანკის პრეზიდენტი 12 ოქტომბერს დაიკითხა. მის გარდა მოსამართლეებმა თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლის დეკანს გიორგი ბედინიაიშვილსაც მოусმინეს. სწორედ ამ სხდომაზე მოსმენილი არგუმენტების საფუძველზე შეუჩერა სასამართლომ ზედამხედველობის სამსახურს დროებით მუშაობის უფლება. ჩადენილია თუ არა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დანაშაული კაცობრიობის წინაშე ჰააგის პროკურორი ვარაუდობს, რომ შეერაღებული დაპირისპირებისას ადგილი ჰქონდა ომის და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულს, რაშიც ეთნიკურად ქართველების ეგრეთ წოდებულ სამხრეთ ოსეთიდან განდევნის კამპანია და მშვიდობის მყოფელებზე განხორციელებული თავდასხმები იგულისხმება. ჰააგის სასამართლოს პროკურორის ვიდეო გზავნილი და ხმაურიანი საქმის ახალი დეტალებით. გენო ოსიყმაშვილი ჩაგვერთვება პირდაპირ ეთერში, გენო გისმენთ. სანამ ვისაუბრებდეთ რა კონკრეტული მიმართულებებით ფიქრობს ჰააგის სასამართლოს პროკურორი გამოძიებას, მანამდე ინფორმაცია, რომელიც დღის ბოლოს გახდა ცნობილი. პროკურორი ფატუ ბენსუდა ხვალ ეწევა საქართველოს. ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა განაცხადა, რომელმაც კიდევ ერთხელ განმარტა, რომ საქართველოს მზადაა ჰააგის პროკურორთან სათანამშრომლოდ და კონკრეტული მასალების მიწოდებისთვის. ის არ გამორიცხავს, რომ დადგეს კონკრეტული პირების პასუხისმგებლობა როგორც რუსული, ისე ქართული მხრიდან. 2008 წლის აგვისტოდან საქართველოს დავკითხეთ 6000 მოწმე და ჩავატარეთ 200-ზე მეტი საგამოძიებო მოქმედება. ბოლო თვეების მანძილზე 1000 მოწმეა დაკითხული მხოლოდ. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე თუ არა ყველაზე მასშტაბური გამოძიება, რაც კი საქართველოს პროკურატურის ისტორიაში ჩატარებულა და ჩვენ ვაპირებთ, რომ ეს მასალები მთლიანად გადავცეთ ჰააგის პროკურორს. რაც შეეხება იმ კონკრეტულ მიმართულებებს, რომლის შესწავლაც იგეგმება ჰააგის პროკურორის ოფისი აცხადებს, რომ მათი ინფორმაციით 2008 წლის ომის დროს 51-დან 113-მდე ეთნიკურად ქართველი სამოქალაქო პირი დაიღუპა, რაშიც შესაძლოა ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ხელისუფლებისა და რუსეთის შეიარაღებული ძალების წევრები მონაწილეობდნენ. ამასთან 18000-ზე მეტი ადამიანი იძულებით გადაადგილებული პირი გახდა და 5000-ზე მეტი ქართველის კუთვნილი საცხოვრებელი განადგურდა. პროკურორი ბენსუდუ აღნიშნავს, რომ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით 10 რუსი მშვიდობის მყოფელი დაიღუპა და კიდევ 30 დაიჭრა. სხვა რა შესაძლო დანაშაული შეიძლება იკვეთებოდეს 2008 წლის ომის პერიოდში. ნახეთ ჩვენ სიუჟეტში. სამართალდარღვევებს, როგორიცაა მოროდიორობა და სამოქალაქო მოსახლეობის ქონების მასიურად განადგურება, ფართომასშტაბიანი ხასიათი ჰქონდა და წარმოადგენდა სამხრეთ ოსეთიდან ეთნიკური ქართველების განდევნის გეგმის ნაწილს. ეთნიკური ქართველების სამხრეთ ოსეთიდან განდევნა, ომი და ადამიანურობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული. მშვიდობის მყოფელებზე ოსური და ქართული შეიარაღებული ძალების თავდასხმები. ჰააგის სასამართლოს პროკურორის განცხადებით, არსებობს გონივრული ეჭვი, რომ ყველა ეს დანაშაული 2008 წელს საქართველოში შეიარაღებული კონფლიქტის დროს მოხდა. ამის ზეზით ფატუ ბენსუდუმ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გამოძიების დაწყების ნებართვას თხოვს. პროკურორის ოფისის მიერ გამოძიების პროცესში შეგროვებული მტკიცებულებების საფუძველზე პროკურორმა შესაძლოა შუამდგომლობით მიმართოს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლეებს, რომ მათ დაიბარონ სასამართლოში ან გასცენ დაპატიმრების ბრძანება საქართველოში სასტიკი დანაშაულის ჩამდენი პირების მიმართ, ვინც არ უნდა იყვნენ აღნიშნული პირები. ჰააგის პროკურატურა შესაძლო დანაშაულის გამოძიებას მხოლოდ მას შემდეგ იწყებს, რაც სახელმწიფო დამნაშავეებს არ ან ვერ ავლენს. აგვისტოს ომის შესწავლას საქართველოში მთავარი პროკურატურა და თავდაცვის სამინისტრო აწარმოებდნენ. თავდაცვის ყოფილი მინისტრი ამბობს, რომ მხოლოდ სამხედრო გადაწყვეტილებების მოკვლევა მოხდა. გამოძიების ჩატარებას კი ხელს რუსეთის ფაქტორი უშლის. ოკუპირებულ ტერიტორიებზე სიტუაციას აკონტროლებს რუსეთის ფედერაცია და ამიტომაც მეპარება ეჭვი, რომ იქ ობიექტურად ჩაატარებინებენ გამოძიებას. თუმცა პროცესი თავისთავად ჩვენთვის აუცილებლად ჩასატარებელია, იმიტომ რომ რეალურად დავადასტურებთ იმას ობიექტურად, რაც მოხდა ქართველების ეთნიკური წმენდა ცხინვალის რეგიონში. აგვისტოს ომით ჰააგის პროკურატურის დაინტერესებას დადებითად აფასებენ მოქმედი და ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები, თუმცა პარალელურად ურთიერთ ბრალდებებსაც არ იშურებენ.
საინტერესო ის არის, რომ მიხეილ სააკაშვილმა და მისმა ხელისუფლებამ ვერ გაბედეს ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში შეეტანათ სარჩელი რუსეთის წინააღმდეგ და ეს სარჩელი შეიტანეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა. ყველაფერი გაკეთეს იმისათვის, რომ ჰააგის სასამართლომ ამის კარგად დოკუმენტირება შეძლოს. რამდენად გააკეთებს საქართველოს არაკომპეტენტური და უნიათო მთავრობა ამას, ეს მეორე საკითხია და აქ ძალიან ბევრი კითხვის ნიშანია. აგვისტოს ომთან დაკავშირებით პრეტენზიები რუსეთსაც გააჩნია, თუმცა რუსი ჩინოვნიკები ჰააგის გამოძიებას უნდობლობას უცხადებენ. ამ საქმეს საერთაშორისო და სამხედრო დანაშაულის კვალიფიცირებას ვაძლევთ, რომელიც საქართველომ ჩაიდინა. უკვე 7 წელია ვცდილობთ მასალების გადაცემას, თუმცა ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოდან წერილი მხოლოდ 3 დღის წინ მივიღეთ. ვარაუდობთ, რომ ჰააგის სასამართლოს მოთხოვნა მორიგი სანქციის ხასიათს ატარებს. საქართველოს საკუთარ კონტრარგუმენტებს წარადგენს რუსეთი წნეხის ქვეშ მოექცევა და ჩვენ აგრესიაში დაგვადანაშაულებენ. აგვისტოს ომის თემის გააქტიურებას ექსპერტთა ნაწილი უკრაინაში რუსეთის ქმედებებს უკავშირებს. ლია მუხაშაურია მიიჩნევს, რომ ამით საერთაშორისო საზოგადოება რუსეთის პრეზიდენტის შესაჩერებლად სამართლებრივ ბერკეტებს ეძებს. ამასთან იურისტი საქართველოს პროკურატურის სისუსტეზეც საუბრობს. პროკურატურას არ აქვს საკმარისი სიმამაცე და გაბედულება, რომ მტკიცებულებები მოიპოვოს და დადოს და ამდენი ხნის მანძილზე მოახდინოს იდენტიფიკაცია ომის დამნაშავეებისა, თუმცა სულ რამდენიმე დღეს გრძელდებოდა ეს ომი და იქ გამოსაძიებელი პრაქტიკულად არაფერია, ყველაფერი ძალიან კარგად იყო ცნობილი მაშინაც და დღესაც. ჰააგა მოკვლევას ორ ეტაპად აწარმოებს. თავდაპირველად უნდა დადგინდეს იყო თუ არა ჩადენილი დანაშაული და საქმეს კვალიფიკაცია მიეცეს. მეორე ეტაპი კი კონკრეტული დამნაშავე პირების გამოვლენაა. გამოძიების დასაწყებად ნებართვა პროკურორ ბენსუდუს წინასწარი წარმოების პალატამ უნდა მისცეს. ამჟამად პალატის წევრები იტალიის, უნგრეთისა და კენიის მოსამართლეები არიან. პროკურორი ბენსუდუ არა მხოლოდ ომის დღეებში მიმდინარე პროცესების, არამედ 2008 წლის 1 ივლისიდან იმავე წლის 10 ოქტომბრამდე არსებული ვითარების გამოძიებაზე ითხოვს ნებართვას. საქართველოში ოფიციალურ შეხვედრებს ჰააგის სასამართლოს პროკურორი 16 ოქტომბრიდან დაიწყებს. მადლობ გენოს იყმაშვილი საუბრობდა პირდაპირ ეთერში და დღეს კიდევ ერთი თემა. ტერორისტული დაჯგუფება ისლამური სახელმწიფო რუსეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს ჯიჰადს უცხადებს, საკუთარ მომხრეებს რუსეთის წინააღმდეგ ომისკენ მოუწოდებს ალ-ქაიდასთან დაკავშირებული დაჯგუფება ალ-ნუსრას ფრონტიც. რუსეთის საგამოძიებო სამსახური 2 დღის წინ მოსკოვის ცენტრში აღკვეთილ ტერაქტს სწორედ ისლამურ სახელმწიფოს უკავშირებს. გამოძიების ცნობით აფეთქების მოწყობა საზოგადოებრივ ტრანსპორტში იგეგმებოდა. ისლამური სახელმწიფოს ომი და მზადება მასშტაბური სახმელეთო ანტიტერორისტული ოპერაციისთვის სირიაში ნახეთ ქეთი ჩოხელის რეპორტაჟი. ეს სირიის ქალაქ რაქაში მდებარე ისლამისტების ბავშვთა საწვრთნელი ბანაკია. 5-დან 15 წლამდე ასაკის ბავშვებს აქ ჯიჰადისთვის ამზადებენ. 14 წლის რაგიბალიას აჰმედმა თავის 11 წლის ძმასთან ერთად ბანაკიდან გაქცევა შეძლო. იეზიდმა მოზარდმა ისლამისტების ბანაკში 7 თვე გაატარა. ჩვენ ყურანს ვკითხულობდით და ფიზიკურ და სამხედრო მომზადებას გავდიოდით. ისინი გვასწავლიდნენ ყელის გამოჭრასა და თავის აფეთქებას, როგორ უნდა გვესროლა ხელყუმბარა. დაუმორჩილებლობის შემთხვევაში მკაცრად გვჭიდნენ. ყველას ვინც იქ მომზადებას გაივლიდა მეორე ბანაკში ამწესებდნენ, სადაც კიდევ უფრო მკაცრი საწვრთნელი პირობები გვხვდებოდა. შემდეგ კი ქალაქ კობანიში იეზიდებთან საბრძოლველად აგზავნიდნენ. ისლამური სახელმწიფო სხვადასხვა მონაცემებით 50,000-დან 200,000-მდე მებრძოლს აერთიანებს. ტერორისტულმა დაჯგუფებამ ერთდროულად რუსეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს ჯიჰადი გამოუცხადა. რუსეთის წინააღმდეგ მომხრეებს ბრძოლისკენ მოუწოდებს ალ-ქაიდასთან დაკავშირებული დაჯგუფება ალ-ნუსრას ფრონტიც, რომელიც კავკასიელ მებრძოლებს რუს სამხედროებსა და სამოქალაქო მოსახლეობაზე თავდასხმას თხოვს. რუსეთის უშიშროების სამსახურის ყოფილი გენერალი ვალერი მალიოვანი აცხადებს, რომ ისლამურ სახელმწიფოს რუსეთში საბრძოლველად მომზადებული ჰყავს 2,000 დივერსანტი. ჩვენ ფაქტობრივად ისლამურ სახელმწიფოსთან ომის მდგომარეობაში ვიმყოფებით. დაჯგუფებამ რუსეთში სამუშაო დაახლოებით 2,000 ტერორისტი მოამზადა. ისინი გააქტიურდებიან, როგორც კი შესაბამის მითითებებს მიიღებენ. უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის მონაცემებით რუსეთში ისლამური სახელმწიფოს 7,500 გადამბირებელი მუშაობს. სირიაში განვითარებული მოვლენების ფონზე სულ უფრო აქტუალური ხდება მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის შესაძლო თანამშრომლობის საკითხი. ჩვენ გარკვეული პროგრესი გვაქვს და ველით, რომ ძალიან მალე შეთანხმებას მივახცევთ რუსეთთან სირიის საჰაერო სივრცეში ფრენების უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, რომ სირიასთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობა კვლავ რჩება, ჩვენ უნდა შევძლოთ ჩვენი მფრინავების უსაფრთხოების უზრუნველყოფა მაინც.
работать с теми людьми, ჩვენ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ევროპამ უნდა ვიმუშაოთ იმ ადამიანებთან, რომლებზეც გავლენა გვაქვს, რათა ისინი მოლაპარაკების მაგიდასთან დასკდნენ და პოლიტიკური დარეგულირების პროცესი დაიწყოს. ბოლო ცნობებით სირიის არმია რუსული ავიაციის მხარდაჭერით ალეპოში მასშტაბური ოპერაციისთვის ემზადება. სახმელეთო ოპერაციაში ბაშარ ასადის ძალებთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ ლიბანური დაჯგუფება ჰეზბოლას ელიტური ქვედანაყოფები და ათასობით ირანელი სამხედრო. ბუნებრივი აირის გარეშე დარჩენილი სოფელი კასპის მუნიციპალიტეტის ლამისყანის მოსახლეობა მოახლოებულ ზამთარს შიშით ხვდება. ტყე, რომლითაც ადგილობრივები სარგებლობდნენ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოექცა. სოფლის გაზიფიცირება კი დღემდე არ მომხდარა. ნოდარ სხირტლაძისა და ნუკრი ბეგლარიშვილის რეპორტაჟი ეგრეთ წოდებული საზღვრისპირა სოფლიდან. აი ეს როდემდე გვიყვება არის, თაესი ავანთებთ და შეშალვარ გვექნება ამით გავთბებით და ეს გვეყოფა მთელი ზამთარი. სოფელ ლამისყანაში მცხოვრებ გულნარა ხოკრიშვილს წელს გასათბობად ვაშლის ნარგავების მოჭრა მოუწევს. ტყე, რომლითაც ისარგებლობდა 2008 წლის ომის შემდეგ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოექცა. შეშის საყიდლად მას საჭირო თანხა არ გააჩნია. ბუნებრივი აირი კი სოფელში ამ დრომდე არ შეუყვანიათ. დაგვპირდნენ გაზიფიკაციას და გაზიფიკაცია ჩართული არ არის. შეშა თუ არ გვექნა და არც ტყეში შეგვიშვეს, რა უნდა ვქნათ? უნდა მოვჭრათ კულტურული ხეები, რაც წყლობითა გვაქვს გაზრდილი და ნანოლიავები და უნდა მოვსპოთ აი ეს ჩვენი მომავალი. გაზიფიცირების სამუშაოები ლამისყანის მეზობელ დასახლებებში თითქმის უკვე დასრულებულია. ბუნებრივი აირის მაგისტრალმა ამ სოფელზეც 2 წლის წინ გაიარა, თუმცა სოფელს გაზი დღემდე არ აქვს. ვითი და თოურები იქ მუშაობენ, სოჩიკები დადგმულია და შეყავთ უკვე სახლებში. ჩვენთან არაფერი მუშაობა არ არის და გაზი გადის ჩვენ სოფელზე თოურებსა და ხვიჩს აქვს. კი ნეტა ბევრი ქონდეს სიმათაცა და ჩვენსა და ჩვენ რა გვაქვს. ხედავ არც გაზი ჩანს ჯერა, არც შეშ არ მოხდეს. აი ეხლა თქვენ მითხარით, რა უნდა ვაკეთოთ ჩვენ მაგალითად. აი როგორ უნდა გავდოთ დეკემბერი ყველაზე სუსხიანი მსრალი ყინვა, იანვარი ყველაზე მაგარი ყინვები. აი რა უნდა გავაკეთოთ? ლამისყანის მოსახლეობის ძირითადი შემოსავალი მოწეული მოსავლის რეალიზაციიდან მიღებული თანხაა. წელს მოსულმა სეტყვამ ხეხილის ბაღები მნიშვნელოვნად დააზარალა. ადგილობრივები ამბობენ, რომ მათ შეშის შესაძენად საჭირო თანხა არ აქვთ. ფერიმეთის 1 გრამი არ აგვიღია, არა გვაქვს და დანარჩენი მოსავლით განადგურდა. პამიდორი ერთი პარტია რომ გაგრეჯა სულ 1000 ძირი მქონდა გადაგული წინა დღითა. მე კიდე სანამ ქიძირები შევიდა, მეორე გადავგე. ეხლაც ჩაი აღარ არის. იქი ზონა ეს იყო, აი ეს ტერიტორია უფრო. განადგურდა თითქმის 90% შვილო. ერთი ცალი არც ატამი დარჩენილა, აბსოლუტურად არაფერი. ადგილობრივი თვითმმართველობის განცხადებით ხელისუფლებას სოფელ ლამისყანის გაზიფიცირებას 2016 წლის ბოლოსთვის გეგმავს. მანამდე კი თითოეულ ოჯახს დაურიგდება სპეციალური ბარათები, რომლითაც სოფლისათვის გამოყოფილ ტყეპარკიდან ადგილობრივების საშეშე მასალის გამოტანა შეძლებენ. ყველა მოსახლე აღწერილია და სათითაოდ ყველა ოჯახი არის გადაცემული სიით. ეგვე თავიანთი ნება უკვე ჩაბრძანდნენ და აიღონ ბანკშია გადასახდელი თანხა დადგებიან, აიღებენ კვითარს და თუ სურვილი ექნება და სოფლიდან მოშორებით არის ტყეკაფი. ჩვენ სოფელს არ გვაქვს ახლა ამ ეტაპზე ტყეკაფი. შეშით მომარაგების პრობლემა საოკუპაციო ზოლთან მდებარე ყველა სოფელს აქვს. გაზიფიცირებას კი შიდა ქართლის 50 სოფელზე მეტი ელოდება. კახეთის რეგიონის შემდეგ რთველი ახლა რაჭაში მიმდინარეობს. ყურძნის კრეფას ხელსწვიმიანი ამინდი უშლის. რა ფასად აბარებენ რაჭველები უნიკალური მუჯურეთულისა და ალექსანდროულის ჯიშის ყურძნს ნახეთ ჩვენი რეპორტაჟი ამბროლაურიდან. თველი დავიწყეთ დღეს. იმიტომ რომ ამდენ ხანს იყო წვიმა, არ გვიწყობს ხელს ამინდი. რაჭაში სოფელ ხვანჭკარაში რთველი რამდენიმე დღიანმა წვიმებმა შეაფერხა. ამინდების გამოსვლისთანავე ადგილობრივებმა ყურძნის კრეფა აქტიურად დაიწყეს. ალექსანდროულისა და მუჯურეთულის ჯიშის ყურძნის მოსავალი წელს საკმაოდ დიდია. სარდანაშვილების ოჯახი წელს დაახლოებით ტონამდე მუჯურეთულისა და ალექსანდროულის ჯიშის ყურძნის ჩაბარებას აპირებს. როგორც რომან სარდანაშვილი განმარტავს, ჩაბარების ფასი, რომელიც 5 ლარს შეადგენს, გასულ წელთან შედარებით დაბალია. მოსავალი ნორმალურია. ხარისხიანი ყურძენი მოდის, კარგი. ფასებზე კიდევ უნდა უთხრას გლეხკაც თავრობა იქნებათო, ვინც არ უნდა იყოს გაზაფხულზე. შემოდგომაზე კი არ უნდა უთხრა 200 მანეთს 100 მანეთს რო გედაიხდეს კილო იმაში წამალში.
რომ ფასი უნდა იცოდეს და გლეხი მე იმის მიხედვით იმუშავებს. კაცო ძვირფას წამლას კი აღარ იყიდეს, ჭაბიაბრით უწამლებს. სოფელ ხვანჭკარაში ყურძნის ჩაბარების მხოლოდ ერთი პუნქტი მოქმედებს. როგორც მოსახლეობა აცხადებს, მათ ყურძნის ჩასაბარებლად მთელი დღის განმავლობაში რიგში დგომა უწევთ, რადგან პუნქტები ნელა მუშაობს. ვალდინამდე ვიხდებით ახანა. ასე ნელ-ნელა ვიღებენ და რა ვქნათ. აი რატო გიწევთ ასე დიდხანს დგომა? ოჯერათია. და ვერ მუშაობენ თან. 4 საათი უნებია ერთმანეთის დაცლას. იმის გამო, რომ წელს ღვინის კომპანიების მხრიდან ალექსანდროულსა და მუჯურეთულზე მოთხოვნა ნაკლებია, რაჭაში ჭარბყურძენს სახელმწიფო შეიძენს. სახელმწიფო 1 კილოგრამ კონდიციურ მუჯურეთულსა და ალექსანდროულში 5 ლარს, ხოლო არაკონდიციურში, რომლის შაქრიანობაც 21 გრადუსზე ნაკლებია, 3 ლარს გადაიხდის. სახელმწიფო ჩართულია ამ პროცესში ძალიან კარგად. წინა წლებში მიქონდათ ყურძენი კომპანიებს, მაგრამ ამ დღესდღეობით არ არიან შემოსულები, აპირებენ 1-2 შემოსვლას და ძირითადად სახელმწიფოს ხარჯებით არის ჩაბარება. სოფლის მეურნეობის სამინისტრო რაჭაში რთველის მიმდინარეობის პროცესში აქტიურადაა ჩართული. სახელმწიფოს ადგილზე ყურძნის ჩასაბარებლად 6 პუნქტი აქვს გახსნილი. რაც შეეხება კერძო სექტორს, რაჭაში რთველის პროცესში ჩართვის მიზნით 12 კერძო ღვინის მწარმოებელი კომპანიაა დარეგისტრირებული. პუნქტები გახსნილი არის ამბროლაულში, სოფელ ძირაგეულში, სადმელში, ასევე ჭრებალოში, სოფელ ხვანჭკარასა და სოფელ ბუგეულში. 400 ტონა, როგორც გითხარით, უკვე გადამუშავებულია და ალბათ შაბათ-კვირას იქნება ყველაზე დიდი ჩაბარება ყურძნისა თუ ამინდმა შეგვიწყო ხელი. რაჭაში რთველი უკვე აქტიურ ფაზაშია შესული. წვიმიანი ამინდის მიუხედავად ამ ეტაპისთვის 400 ტონამდე ყურძენია გადამუშავებული. როგორც სამინისტროში აცხადებენ, წელს 1000 ტონამდე მუჯურეთულისა და ალექსანდროულის მოსავალს ელოდებიან. დღეს სვეტიცხოველობა სადღესასწაულო წირვა-ლოცვა მცხეთაში უწმინდესმა ილია მეორე მაღავლინას. სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო წირვას აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად პრემიერ-მინისტრიც ესწრებოდა. სვეტიცხოვლობა ნახეთ ნათია ხართიშვილის რეპორტაჟში. სვეტიცხოვლობის დღესასწაულის აღნიშვნა დღეს დილიდან სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო წირვა-ლოცვით დაიწყო. კათოლიკოს პატრიარქმა საღვთო ლიტურგია მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად აღავლინა. წირვის დასასრულს კი ილია მეორემ ტაძარში შეკრებილ მრევლთან იქადაგა. ჩვენ ცხოვრობთ ისეთ დროს, როცა განსაკუთრებული აზროვნება სჭირდება, ანალიტიკური აზროვნება სჭირდება ადამიანს, რომ გაანალიზოს სად არის კეთილი და სად არის ბოროტი. საქართველო მადლმოსილია და არ შესწდება ამაში. საქართველო მუდამ იდგება სიკეთის და სიწმინდის გზაზე. მომლოცველების ნაკადი ტაძარში მთელი დღის განმავლობაში არ შეწყვეტილა. დღესასწაულზე დასასწრებად მცხეთას თბილისიდან და საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული სტუმრები ეწვივნენ. დილიდან ტაძარში იმყოფებოდნენ აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებიც. სვეტიცხოვლობა არის სწორედ სიმბოლო ჩვენი სარწმუნოების და სიმბოლო ქართველი კაცის სულიერი სიმტკიცის. ამიტომ მე მინდა ყველას გისურვოთ პირველ რიგში სულიერი სიმტკიცე, სიმშვიდე და როგორც ჩვენმა უწინდეს აღნიშნა, გამთლიანება ჩვენი ქვეყნის და პირველ რიგში ჩვენი ერის. სრულიად საქართველოს მინდა მიულოცო დღევანდელი დღე უსურვო სულიერი მხნეობა, წარმატებები, ჯანმრთელობა და ყოველივე საუკეთესო, ღვთისწყალობა და ღვთის დალოცვა, ღვთისგან ფარველობა ყოველთვის სჭირდება ქართველებს და დარწმუნებული ვარ, რომ ეს ასეც იქნება. ჩვენთვის ეს ძალიან დიდი დღე არის, მნიშვნელოვანი დღე და ვილოცავ ყველას ამ წინვალე დღესასწაულს. სვეტიცხოვლობასთან ერთად ქალაქმა მცხეთობა ზიზეიმა. უამინდობის მიუხედავად ხალხმრავლობა იყო მცხეთის ცენტრალურ მოედანზეც, სადაც სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები გაიმართა. ქალაქის ქუჩებში გამოფენილი იყო ქართული რეწვისა და ხელოვნების ნიმუშები. ჩვენი ძირითადი ამოცანა არის, რომ არ დავკარგოთ ქართული ფერი, ქართული ორნამენტი პირიქით. ჩვენ მოვიძიებთ ამ ყველაფერს და გვინდათ რომ დავამკვიდროთ. პირველად ვარ მცხეთაში, ეს არაჩვეულებრივი ქალაქია, ძალიან მოვიხიბლეს სვეტიცხოვლის ტაძრით. მომწონს ეს ღონისძიება და ზოგადად ჩვენ
პატივსცემთ ქართულ კულტურას, ფოლკლორსა და ცეკვას. დღესასწაულისადმი მიძღვნილი ღონისძიებები სატახტო ქალაქში საღამომდე გაგრძელდა. მცხეთობა ისტორიულმა ქალაქმა წელს 37 იზეიმა. ახლა კი რეკლამის დრო, რეკლამის შემდეგ ამერიკის შეერთებული შტატებისა და რუსეთისთვის გამოცხადებული ჯიჰადი და ექსპერტთა შეფასებები 20-30-ში დაგველოდეთ.